გურჯაანის 2024 წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილება შევიდა. მთავარ საფინანსო დოკუმენტს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაემატა. ეს თანხა ქარისაგან დაზიანებული სახლების გადახურვას მოხმარდება. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო რამდენიმე აიპის დაფინანსებასაც და თანხების საჭიროების მიხედვით გადანაწილდა. ნოემბრის დასაწყისში იყო ძლიერი ქარიშხალი, ეს იყო დაახლოებით 6 ნოემბერს. იმუშავა კომისიამ და შესაბამისად სადღაც 87 სახლამდეა დაზიანებული. განვახორციელეთ უკვე შესაბამისი პროცედურები და მთავრობიდან ჩამორიცხულია შესაბამისი თანხაც სადღაც 1,100,000 ლარი. დღეს მდგომარეობით მიმდინარეობს დაპროცესება სახარჯაგვიწყო დოკუმენტაციის მომზადება, რის შედეგადაც დაიწყება აქტიურად წყლის სისტემების რეაბილიტაციით მუნიციპალური სერვისის სუბსიდია შემცირდა 200,000-ით. იცით, რომ მუნიციპალური სერვისი ნელა-ნელა უმცირდება ჭაბურღილები, იმიტომ რომ სოფლებში მიმდინარე რეაბილიტაციების გამო და ამიტომ იყო თანხა და ჩვენ ეს გაუხარჯავი დარჩებოდა და შევამცირეთ, იმიტომ რომ გჭირდებოდა სხვაგან გადანაწილება. ხევების გაწმენდა ქონდა ეკონომია 30,000 და შევამცირეთ დასუფთავებელ ნარჩენების გადანა. ეს გაიზარდა 32,400 ლარით. ამას სჭირდებოდა სხვადასხვა ხარჯებისათვის არ ყოფნიდა და 2,400 გადაიტანა თავისი კაპიტალური დასუფთავებიდან მორჩენილი ურნებისთვის 2,400 დარჩა მთლიანად, რაც შეიძინა და ეს გადავიტანეთ სუბსიდიაში და 30,000 ჰქონდა სკვერებში დარჩენილი ეკონომიები და ისიც გადავიდა მანდ. ასევე შემცირდა 8,500, ეს იყო სასაფლაოების მოვლაპატრონებისათვის და პლუს სასაფლაოებს დაემატა 33,000 და სუმთლიანად დაემატა ამკოს 41,500 მათი სახელმწიფო ფონდისთვის. სტიქიის სალიკვიდაციო, როგორც გითხარით, 1,100,000-ით გაიზარდა. სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობისათვის აქ გვაქვს სუბსიდიის მუხლის და 65,000, ეს ძირითადად მოხმარდება. რაც შეეხება სამხატვრო სკოლას, მან გააკეთა გამოფენა და 1,500 ლარი მოითხოვა და აი ეს გაუზარდეთ. სამედიცინო დახმარება 106,000, იმიტომ რომ ყველა გაცემული საგარანტიო შეძლების დაგვარად ყოფილიყო ჩახურული.